დაიღალე იმით, რომ ვერა და ვერ მოიშორე მუცლის ცხიმი. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშობ და ასე თუ ისე სწორკვებასაც იცავ. პრობლემა მხოლოდ კალორიებში არ არის. არსებობს 4 მთავარი მიზეზი, რის გამოც მუცლის ცხიმი ჯიუტად არ გშორდება. პირველი სტრესი. სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც ხელს უწყობს მუცლის ცხიმის დაგროვებას. ამ დროს შენ გჭირდება რელაქსაცია, ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და საკმარისი დასვენება. მეორე, ძილის ნაკლებობა. 6 საათზე ნაკლები ძილი ანელებს მეტაბოლიზმს. მამაკაცებში ტესტოსტერონის დონეს. ქალებშიც, მაგრამ ტესტოსტერონი კაცებს უფრო გჭირდება და ზრდის შიმშილის ჰორმონებს. დაიძინე მინიმუმ 7-8 საათი ღამეში. ხარისხიანი ძილისთვის კი უმჯობესი იქნება თუ ღამის 12-მდე დაიძინებ. მესამე, არასწორი კვება. გადამუშავებული შაქრები, ზედმეტი ნახშირწყლები და არაჯანსაღი ცხიმები ხელს უშლის მუცლის ცხიმის დაკლებას. მიიღე მეტი ცილა, მეტი ბოსტნეული და ჯანსაღი ცხიმები. მეოთხე, ვარჯიშის ნაკლებობა ან არასწორი ვარჯიში. მხოლოდ კარდიო არაა საკმარისი. ძალისმიერი ვარჯიშები და ინტენსიური დატვირთვა საჭიროა ცხიმის დასაწვავად. თუ გინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორო მუცლის ცხიმი, რომელიც ჯიუტად არ გშორდება, შენ გჭირდება პერსონალური გეგმა, რომელიც მოერგება შენს ცხოვრებას. დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება, ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე და ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი შენთვის.